შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქობულეთში პოლიციელთა მხრიდან ახალგაზრდებზე რაიმე სახის ზეწოლა არ მომხდარა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა არის სამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. შეხვედრაზე საუბარი ქობულეთის პოლიციაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტში ეხო. საუბარია ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ქობულეთის პოლიციის მხრიდან ახალგაზრდებზე ფიზიკური ზეწოლა და მუქარა განხორციელდა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორძე აცხადებს, რომ თუ აღნიშნული კადრები ავთენტურია და დაკავებული ახალგაზრდები ნამდვილად პოლიციელებს აგინებდნენ, მაშინ კანონის შესაბამისად მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულები აგინებენ პოლიციელებს და აქ შეხვედრას დაისვა კითხვები, ანუ რამდენად ავთენტურია ეს ხმა არის თუ არ დადებული, შემოწმებულია თუ არა ამ კადრების ნამდვილობა, გადასამოწმებელია აუცილებლად ის ინფორმაცია, რაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ CMS და ასე შემდეგ, არის თუ არა ნამდვილი, იმიტომ რომ თუნდაც მათ შეეგინებინათ პოლიციელებისთვის, ეს არ აძლევს პოლიციელს იმის უფლებას, რომ ეცემათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით CMS და სხვა არასთანადო მოპყრობას ადგილი არ ქონია და პროკურატურა იძიებს. მოცემული კადრებით ჩანს ერთი რამ, რომ მართლაც ადგილი აქვს დაკავებული ახალგაზრდების მხრიდან პოლიციისადმი შეურაცხყოფას. თუმცა ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიება მოპასუხოს თუ რა ხდებოდა მეორე დღეს, მას შემდგომ რაც ეს ადამიანები მიუთითებენ, რომ მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა. ვაჩვენეთ ის ვიდეო კადრები, რომელიც იქნა გადაღებული ქობულეთის განყოფილებაში, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას პოლიციის თანამშრომლებს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ სამი დაკავებული პირიდან სამივე ადრე იყო ნასამართლები და ეს სამივე პირი სასამართლომ 100 ლარიანი ჯარიმით გაუშვა. აქვე იმასაც დავამატებ, რომ ამ სამი დაკავებულიდან ერთ-ერთი მსგავსი ქმედების გამო ერთი კვირის წინ იქნა დაკავებული, როგორც ნამდვილად ბათუმის ბულვარში შეადიოდა ეს მსგავს აქციელს. დღის სხვა ახალი ამბები ჩვენ პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.